წინა სერიებში. თუ ცილას შეგვაბარებთ არა მხოლოდ ციხესაცდებით, საამაყოთაც დაგშებათ, რომ ჩვენი ქვეყნის დემოკრატია უდიდეს საფრთხეს გადაარჩინეთ. თუ ოპერაციის შესრულების დროს მოკლავენ, ღირსეულ დაკრძალვას მოგიწყობთ. გასაგებია თქვენთვის? დანარჩენი ფურცლები გლერხენს აქვს. სანამ არ მოგვცემს ამ კედელს ვერ გავხსნებით. მითხარი ამას რატომ ვაკეთებთ? ეს ჩვენი დაზღვევაა. თუ იარაღს კიდევ მომიშვარ, სხვა ანაბეჭდებსაც ავიღებ. მაიკლ, რა მოგივიდა? ხმა გამეცი, მაიკლ. ყოველდღის ბოლომდე სილა ლოს-ანჯელესიდან უნდა გავიდეს. ბრედ, ამოდი. მიაწაკე. ამას ნუ აკეთებ. ბრედ. თუ რამე მოხდა ჩიკაგოში დედაჩემს დაურეკე. არაფერი მოხდება. ბრედის გვამი სად არის? მორგში, ჩვენი დეპარტამენტის მაცივარში. იქ ვერავინ მიაგნებს. ამაზე არ შევთანხმებულ ვარცებ. შენ გითხარი თუ რამე მოგივათ ღირსეულად დაკრძალავენო. არა, ასე არ მithქვამს. ზუსტად ასე თქვი. არა, ასე არ მithქვამს. გასაგებია? ამ უცნობი დარჩება, სანამ მე ჩავთვლი საჭიროდ. ახლა ისედაც ბევრი საზრუნავი მაქვს. ახლა პრობლემებს ნუ მithმით. მოიცა. მაგას დედახავს, გასაგებია? მაგას დედახავს. თუ სილა ისევ გინდა და როგორც ხვდები გინდა, ბრედ ბელიკის ცხედარს დედამისის სახლში მიიღებს. კარგი. ამაზე ვიზრუნებ. მაგრამ თქვენ ამ გლოვას მორჩით. საქმეა გასაკეთებელი. ბრედის ნივთები ჩაალაგეთ და მერე ისევ საქმეს დაუბრუნდით. გასაგებია თქვენთვის? ფერნანდო, მეგობარო, მინდა ერთი რაღაც გითხრა. თუ კიდევ შემეხები იმ გომს გვერდით მეორე მიუწვება, მე შედეგები მჭირდება. ასე რომ იმუშავეთ. ჩვენ კი დანარჩენი ფურცლები გვჭირდება. რა ვქნათ? როგორც გავიგე უკვე მკვდრები ხართ. ვინ გითხრა? ჩიტმა. შენგან ეს დიდი გულუხობაა. უნდა იჩქაროთ. კომპანიას ცილას პენსილვანიაში გადატანას აპირებს. როდის? ხვალ. იცოდე, არ დაგავიწყდეს, რომ როგორც კი გადატანას დაიწყებენ, მაშინვე უნდა კომპანიიდან გამოქცეული სკვალობაზე მათი გეგმების შესახებ მეტისმეტად ბევრი იცი. არ გინდა ეს პარანოია. ვცდილობ საქმის კურსში ვიყო. ამიტომ ჩემთან ჩხუბის მაგივრად გირჩევნიათ ამით ისარგებლოთ. მორჩით, ფურცლები უკვე გვაქვს. წავიდეთ. ესენცოა სატრანსპორტო გაყოფილებიდან ელექტრომომარაგებაზე აგებს პასუხს. პოუელს იცნობს. დაცვაზე იზრუნებს. ეს დიდი სამუშაოა. იქნებ დევიდ ვეიკერი ჩავთოთ, რომ უფრო მშვიდად ვიყოთ. ეს არ დაგჭირდება. ყველაფერში ნაორწრეში მოვაგვარებთ. ხვალ დილას ცილა აქ აღარ იქნება. ბრედს დაუპირდი, რომ თუ რამე მოხდებოდა დედამის დაურეკავდი. თუ გინდა მე დაურეკავ. არა, მე დაურეკავ. ამას შეხედეთ. თავის სამგერდე ნიშანს ინახავდა. ფოქს რივერში რომ მუშაობდა, პოლიციის აკადემიაში ჩასაბარებელ ტესტში 5 ჯერ ჩაიჭრა. ყველაფერი ემთხვევა, არა? ეს კომპანიის სარდაფის გეგმაა? არ ვიცი. მეტისმეტად მარტივი ჩანს. დარწმუნებული ვარ, სინამდვილეში უფრო რთული იქნება. რაღაც გაუგებარი სიმბოლოებია. ეს ასოებიც რაღაც ისე არ არის. აი შეხედე. ასოსი როგორც წესი რაღაც სითბოს უკავშირდება. ემი რაღაცის აზომია.
ეს რაღაც კონდენსატორი. ეს ყოველგვაროვანილობა. ჩვეულებრივ ეს ყველაფერი ერთ სისტემაში არ ერთიანდება. ლოგიკურად მათი გაერთიანება ასე არ ხდება. უბრალოდ ვერაფერი გავიგე. ვერაფერი. CME. ეს რას უნდა ნიშნავდეს? აზრი არ აქვს თუ სიმბოლოება დაღიქვამ, მაგრამ თუ ასოება დაღიქვამ, რაღაც გამოვა. ხედავ? გვეკითხება, ხედავ თუ არა? სად? აქ. დევიდ ბეიკერი. კონორის გარდა ამას ვერავინ მიხვდებოდა. ისთვის დაწერა. არ ვიცი. მაგრამ ამ ნახაზებს ვერაფერს გაუგებთ, სანამ მის ავტორს არ ვიპოვით. დევიდ ბეიკერი გჭირდება. მონაწილეობენ დომინიკ პარსელი, ვენთორთ მილერი, მაიკლ რაპაპორტი, ემორი ნოლასკო, ვეიდ უილიამსი, რობერტ ნეპერი, ჯოდი ლინოკიპი, სარა უეინკელისი და უილიამ ფიჩნერი. გაქცევა. გამარჯობა ლანაზო. დილამშვიდობისა. აი ყავა, ერთი კოვზი შაქარი, ორი ნაღები. და თითის ანაბეჭდები, რომელიც მთხოვეთ. გრეთენის? ხო, გრეთენ ლუიზ მორგანის. საიდან ამდენი ინფორმაცია? ერთი მეგობარი მეხმარება, მაგრამ ძალიან უგიხარია, მან ბევრი არაფერი წერია. გრეთენ ლუის მორგანი. დაბადების თარიღი 29/03/77. ჯონსტაუნი, დასავლეთ ვირჯინია. ჰყავს და, რომელიც რივერსაიდში ცხოვრობს. მამა გარდაცვლილი ჰყავს საუკეთესო ცხენოსანი და ასე შემდეგ. სუფთა ბიოგრაფია აქვს, ყოველ შემთხვევაში ქაღალდზე ასია. არსეიდან ჩანს, რომ ჩინეთის მაფიასთან რამე აკავშირებს. არც იქაური ქმარი ჰყავს, არც ნასამართლევი ყოფილა. არა, არც ჩემი ნაცნობები არიან მოხსენიებულები. შევამოწმე, არც კოფილდია, არც ბეროუზი, არც უისლერი. უისლერი? ეს სახელი საიდან იცი? ჯეიმს უისლერი ერთხელ სკოფილდმა ახსენა. როდის? პირველად რომ შევხვდი. რატომ ახსენა? არ მახსოვს. რა იყო? ასეთი რა მოხდა? ვინ არის? არავინ. ჯერჯერობით აღარ მჭირდები. აი კიდევ ერთი დეივიდ ბეიკერი, ქალაქის დაგეგმარების კომისიის მრჩეველი. დაბალბიუჯეტიანი სახლების დაგეგმარებაში პრიზი აქვს მოგებული. ცოლს ქვია ელეინი. ის სამართიც არის. რუკას ამოვბეჭდავ. მეექვსე ბარათი ჯერის მომჭირდება, გასაგებია? მართლა? კარგი. კომპანიის შენობამდე სულ მცირე კიდევ 30 მეტრი გვაქვს გასავლელი. მაიკლ, ამას შეხედე. როგორ ჩანს გვირაბში რაღაც დაბრკოლებაა. ნებისმიერ შემთხვევაში მაგ დაბრკოლებას რამდენიმე საათში უნდა გავწდეთ. ახლა ყველა ქვევიჩადი და საქმე შეუდექით. მე და სარა დევიდ ბეიკერის ანახავად წავალთ. ბელი კი დედასთან წავა. და როდესაც სილას ვიპოვეთ, ყველა თავის გზაზე წავა. ცხადია. სარა.
მანქანაში ჩასვე. სად უნდა წაიყვანო? საავადმყოფოში. კარგით რა ხალხო. ახლა ნუ გაგიჟდებით. ამაშენ არ წყვეთ საავადმყოფოში მივდივართ. გადაემართა. დევიდ ბეიკერი. წადი, ბეიკერს მე ვიპოვე. არ დაგავიწყდეს რომ საავადმყოფოში ყავდი პირადობის მოწმობა უნდა აჩვენო. კარი დაკეტე. კარგი. Mr. White, თუ შეიძლება მინდა რაღაც გკითხოთ. რამდენი ხანია რაც ტრიშეინი აქ მუშაობს? დროებითი თანამშრომელია. აქ თქვენზე ერთი კვირით ადრე მოვიდა. თუ წინააღმდეგი არ იქნებით მის ბიოგრაფიას გადავხედავ. ყოველთვის ცდილობ გავარკვიოვის ხელშია ჩემი საქმიანი ქაღალდები. გასაგებია. კადრების განყოფილებას მოლაპარაკები. მადლობ. კოლ, იცით რა? დღეს შუა დღეზე ენდრიუ ბლოუნერის შეცვლა მოგიწევს. აიდაჰოდან ახალ შემკვეთებს ველოდებით. დროა კოლ ფაიფერის მაგიის მოწმე გავხდეთ. აბრაკადაბრა. უკაცრავად სარ. სავაჭრო აგენტი თქვენ ხართ? სწორედ რომ სავაჭრო აგენტი ვარ, შემიძლია დაგეხმაროთ. როგორც ხედავ დაკავებული ხარ, მაგრამ მინდა გითხრა რომ სცილას გადატანას აპირებენ. რა თქვი? ნუ ნერვიულობ ჩვენ ისევ გეგმის მიხედვით მოქმედებთ. იქნებ დამესუსტო რა გეგმის. ვიცით? ვიცით? ხო. ხომ იცი მოხალისე რა არის? არა, იქნებ შენ ამიხსნა. ვერ გამიგია მაინც რანაირი სამხრეთელი ხარ. კარგი აგეხსნი. მოხალისი არის ვიღაც სულელი, რომელიც მღვრია მდინარეში მსკარამდე ჩადის და ხელს ყველაზე ღრმა ხვრელში ყოფს, რომ იქ ყველაზე დიდი ღვავი დაიჭიროს. ხანდახან იმ ხვრელში მართლა ღვავია. მოხალისე მასში შველი ხელებით იჭერს და ნაპირისკენ მოაჭრავს, მაგრამ შეიძლება იქ კიბორჩხალა იყოს ჩასაქრებული და ის ხელი მთლიანად მოაჭამოს. სკოპილდი მოხალისია? ხო. და თუ კომპანიაში შეძრება და იქ სცილას იპოვის, ჩვენ ავახევთ. ცოტ ფენქს მივყიდით. კიბორჩხალას გადაეყარა? ეგ ჩვენი სადარდებელი არაა. კონტრაქტორები მოვიდნენ. აქ რა საკეთებ? მე კლიენტი ვარ. კლიენტი ხარ არა? ცოტა ჩუმად. თამაშის წესი დაიცავით. დახმარება გჭირდება. რაც შემიძლია დაგეხმარებით. მეტი რა ვქნა? ის სიმპათიური ბიჭი და მსუქანასად არიან. ბელიკი მუდარია. ახლა ამაზეც თუ იხუმრებ ენასა მოგაჭრე. სამოდი ლინკ. უკაცრავად რომ გაძვეხებთ, მაგრამ ინტერნატურაში ვარ და ჩემს ქმარს ვატყობ, რომ ექიმი სჭირდება. ხანდახან გონს კარგავს. მადლობელი დაგრჩებით თუ ნევროლოგი გასინჯავს. დაზღვევა აქვს. ცხადია, მაგრამ ბარათი თან არ მაქვს. აი მისი პირადობის მოწმობა. ინებეთ. ეს შეავსეთ, გმადლობთ. Mr. Freeling. Mr. Freeling. Yes. დიახ, მე ვარ. ცნება ყოველთვის დაბალი გაქვთ? თითქმის. თქვენს ოჯახში ვინმე ჰქონია ეპილეფსია, ინსულტი ან სხვა ნევროლოგიური პრობლემა? დედას. გასაგებია. ჯიმი, ეს ჯენტლმენი მეოთხე განყოფილებაში გადაიყვანე. რატომ გადავდივართ? ჩვენი ორგანიზაციის საფუძველი სილას უსაფრთხოება. ეს გასაგებია, მაგრამ შედეგებზე თუ გიფიქრია. შეიძლება ამან მეორე ეტაპზე დროში შეგვაფერხოს. უკვე ყველაფერი მზადაა იმისთვის, რომ იმდენი ვალუტა დავბეჭდოთ, რამდენიც საჭიროა. პენსილვანიაში რამდენ ხანში გადაიტანენ? ლიზა, გვადები მითხარი. სხვათა შორის პატარა პრობლემა გაჩნდა. დაცვის სისტემის დემონტაჟი არც ისე მარტივი აღმოჩნდა. შეიძლება დაგეგმილ დროს ცოტა გადავწდეთ. მაინც რამდენით? ამას ახლა მოვაგვარებ. გისმენთ, გენერალო. დევიდ ბეიკერი მომიყვანეთ. დიახ, სერ. დიახ.
მე მისტერ დევიდ ბეიკერს ვეძებ. ჯერჯერობით ახალ პროექტებს არ იღებს. მე უფრო ძველი პროექტი მაინტერესებს, რომელზეც რამდენიმე წლის წინ მუშაობდა. იცით რამე პროექტ სცილაზე? მუშაობ. ამ ადამიანს ცილაზე უნდა დალაპარაკება. კომპანიიდან ხართ? დიახ, სერ. ლოჯისტიკის განყოფილებიდან. თავდაპირველი დიზაინის შესახებ მაქვს კითხვები. უკვე დიდი ხანია ამასთან შეხება აღარ მქონია. ალბათ აღარაფერი მახსოვს. დაკავებული ჩან ხართ. შეიძლება შევხედო. იცი ერთხელ ბელიკმა სიკვდილს გადამარჩინა. რა თქვი? ციხეში რომ ვიყავით პანამაში, ტიბეგი გაგიჟდა. გაცოფდა. რა მოხდა? სონას ცეცხლი მაგან წაუგიდა. ყველას უთხრა გაიქეცითო. ასე თქვა, ყველას ხომ არ მოკლავენო. მე წავიქეცი. პატიმრებმა ზემოდან გადამიარეს. კინაღამ ჩამქოლეს. ვერც სუნთქავდი, ვერც ვინწრეოდი. მეგონა მოვკვდებოდი, მაგრამ უცებ ვიღაცამ წამომაყენა. მოვიხედე და ბელიკი იყო. სიკვდილს გადამარჩინა. გასაგებია. ეს რა იყო? არ ვიცი, მგონი ფეხი რაღაცას დავადგე. რა ხდება, ლინკ? არ ვიცი. ნაღმე? მაშინ ახლა მკვდარი უნდა ვიყო. თუ გაინძრევი მოკვდები. მიწის ქვეშ არიან. ვერ დაურეკავ. მართალია. იცი რა? უშენოდაც მოახერხებენ. ხო. ფოქს რივერზე რამე გაგიგიათ. იქნებ ერთხელ ვისადილოთ და თან ამაზე დავილაპარაკოთ. ფასდაკლების ბარათი მაქვს, ნებისმიერ შტატში გადის. ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ ბრედ ბელიქზე ასე დაწყდებოდა თქული. ფოქს რივერის შემდეგ ბევრი რამე შეიცვალა. არასოდეს იცი რა მოხდება არა? უცნაურია. ახლა მეც ეს უნდა მეთქვა. რაც უნდა მოხდეს, არაფერი მოყვება. უბრალოდ ზუსტად უნდა ვიცოდეთ რა ხდება. იქნებ არ მინდა რომ ვიცოდე. კევინ ფრილინგი ხართ? ეს მხოლოდ რამდენიმე წუთს გაგრძელდება. მზად ხართ? მზად ვარ.
ისეთი ქალაქია ვაშენო, რომელიც საკუთარ თავს მთლიანად თვითონ შეინახავს. დამოკიდებული არავის იქნება და ხალხი სრულ ჰარმონიაში იცხოვრებს. რამდენად ახლოსაა ეს რეალობასთან? თვალსაზრის გააჩნია. ადამიანები ამას რომ უყურებენ, შეუძლებელი ჰგონიათ, მაგრამ მე შემიძლია ეს ხვალვე გავაკეთო. ნახეთ დუბაიში რა აშენეს. მართალი ხართ. დიდი იდეები რეალობად აქციეს. ეს მხოლოდ მდიდრებს არ მოემსახურება. რამდენი ხანია მათთვის მუშაობთ? ძალიან დიდი ხანია. 94-ში მივედი. ჩემთვის ფული მთავარი არ არის. თავისუფლება მირჩევნია. მხოლოდ ხელშეკრულებით მუშაობ. ერთ საქმეს რომ ვამთავრებ, მერე მეორეზე გადავდივარ და იმ წინა საქმეს ვივიწყებ. საკუთარ ნამუშევარზე თქვენ სახელს ყოველთვის ტოვებთ იდენტიფიკაციისთვის არა? მხოლოდ სილაზე დავტოვე. რაღაც ცვლილებებს ვაპირებ და იმედი მქონდა დამეხმარებოდით იმის გაგებაში თუ რა იგულისხმება ამ ნახაზში. მგონი რაღაც უაზრობა გამოდის. იქნებ დამეხმაროთ. კოდი არ წაგიკითხავთ? როგორ არა? მაგრამ სხვა პრობლემებიც გვაქვს. თქვენ კომპანიიდან არ ხართ. ახლა რა ვქნა? წყნარად იდექი. წყნარად? ესაა გავიგე რომ ნაფზე მდგავარ. რამეს მოვახერხებთ? გრეთენმა ხომ არ ჩაგვიშვა? გაკუთილები რომლებიც ჩვენი დამფუძნებლისგან მისტერ ჰარვი ჰოლისგან დაგვრჩა გვიჩვენებს გზას თავისუფლებისკენ. ამ სისულელეს ხალხი მართლა უსმენს? მიხეილი გამიშვი. ან გამომყვებიან იმ პანჯრიდან გისვრი. ამოირჩიე. ეს საქმიანი დაწესებულებაა. გეიტი. გვასწავლის გზას თავისუფლებისკენ. საკუთარი შესაძლებლობების განსაზღვრას და ამ შესაძლებლობების გამოყენების პერსპექტივას. მინდა ამ ბრწყინვალე პროექტის დამფუძნებლის შესახებ მოგიყვეთ. თუმცა არა. მოდით ამჯერად ყველობისა და თავისუფლების შესახებ სულ სხვა ამბავს მოვყვები. რამდენიმე წლის წინ ერთ-ერთ ციხეში მოხალისედ მუშაობდი. იქ ერთი მცველი იყო. დიდი კუნთიანი ნამდვილი ბუღა. ბრეთს ეძახდნენ. ბრეთს. სატანასავით შეუბრალებელი იყო. მისი მკვლელებსაც კი ეშინოდათ. ერთხელ იმ ბრეთმა მითხრა: "კოლ, მინდა აქედან წახვიდე, მინდა აქედან ახლავე წახვიდე, იმიტომ რომ შენის კაცი ხარ, ვისაც თავისუფლება უყვარს." მე უპასუხე: "შენზე რას მეტყვი, ბრეთ? შენზე რას მეტყვი?" მაქ მითხრა: "როდესმე მეც ვიქნები თავისუფალი." როდესაც პენსიაზე გავა. ცოტა ხნის წინ გავიგე, რომ ბრედი გარდაიცვალა. და იცით ამ დროს სად იყო? ისევ იმ ციხეში. ისევ უარყოფითი აზროვნების ტყვეობაში. უკაცრავად მეგობრებო. საწყალი ბრედი. საწყალი. როგორც ჩემი მოხუცი მამა იყო და ჭიქამ მტკიცე ხელით უნდა ასციო და მეგობრების სადღე გრძელო დალიო. უნდა შეუნდო იმას, ვინც მოკვდა და ადღე გრძელო ის, ვინც აწი მოკვდება.
მინდოდა შენი ანალიზები მენახა და ამიტომ იმეკთან სუთხარი ვითომ შენი ცოლი ვარ. ლამაზი ბეჭედი გჭირდება. კევინ ფრენგლინი თქვენ ხართ? დიახ, მე ვარ. მე ექიმი მალდენი ვარ, ნევროლოგი. თქვენ მე უკვე ინტერნატურას ვამთავრებ. ანალიზების პასუხები უკვე გაქვთ. ამას ცოტა დრო დასჭირდება. ოჯახის ავადმყოფობის ისტორიიდან გამომდინარე აჯობებს აქ დარჩეთ. სანამ ანალიზების პასუხს მივიღებთ, ოთახს გაგიმზადებთ. არა მგონია ეს დამჭირდეს, მაგრამ მაინც გმადლობთ. აჯობებს იქ დარჩეთ, სადაც თქვენი მონიტორინგის საშუალება გვექნება. შემდეგ გადავწყვეტ მომავალში რა ვქნათ, შევთანხმდით? არა, ჩვენ უნდა წავიდეთ. მოიცადე. პასუხები რამდენ ხანში იქნება? ალბათ 2 საათში, მანამდე ოთახს მოგიმზადებთ. ცოტა ხანს დამელოდეთ. გმადლობთ. დაველოდოთ. ხომ იცით რაც ხდება? თელ თქვენს ცხოვრებას აკონტროლებენ, საკუთარ თავს აღარ ეკუთვნით. ასეთი რამე მე არ მომწლია. ესე იგი როგორღაც თავის არიდება მოახერხეთ. გააკეთეთ ის, რაც დაგავალეს. იქნება აქ სწორედ მაგიტომ ხართ. აქ, ლოს-ანჯელესში. ჩემ შემთხვევაში, ჩემზე კომპრომატი გქონდა და კიდევაც გამოიყენეს. თავი მაინც არ დამანებეს. ათასობით ადამიანი ხავთ მოკლული. ეს ხომ თქვენ იცით? გუშინ კიდევ ერთი კარგი კაცი დავკარგეთ, იმიტომ რომ მათ შეჩერებას ვცდილობდით. ისინი უამრავ ადამიანს აწამებენ, დევიდ. მე პოლიტიკაში ჩარევა არ მინდა. ეს ერთი რიგითი სამუშაო იყო. მე დაცვის სისტემების ინჟინერი ვარ. სცილა ხელსაყრელი მოლაპარაკება იყო, ამიტომ დავთანხმდი. თქვენს გითხრეს ცილა რა არის, ხომ ასეა? გითხრეს ცილა რა არის? ახლა ძალიან ნანობთ რომ დაეხმარეთ, მაგრამ ახაში გაებით, ისევე როგორც მე. ისე ლაპარაკობ, თითქოს ყველაფერი წარსულში დარჩა. ო, ასეა. ვიცი რომ გინდათ ამ საქმეს ჩამოშორდეთ, მაგრამ ვერ ახერხებთ. რამის გამოსწორებას ცდილობთ? დევიდ, დაივიწყეთ სამოთხე, რომელსაც სამომავლოდ გთავაზობენ და იმ სამყაროზე იფიქრეთ, სადაც ახლა ცხოვრობთ. რაც ჩაიდინეს და რასაც ახლა შადიან, ჩემი ბრალი არ არის. სახელსი გტყუილად არ დატოვებდით. გინდოდათ ვიღაცას ეპოვნეთ. თუ მეტყვით იმას, რაც მინდა იქნებ, დახმარება შევწლა. თქვენი ქმარი სად არის? მან საქმეები ჰქონდა და წავიდა. მალე დაბრუნდება. ეზოში რომ დგას მისი მანქანა არა? ერთი წუთით. მობილურზე დაურეკა. რას აკეთებთ? ვიცით რომ სახლშია. ყველაფერი იცოდიერა. ჯერ ერთი წარმოდგენა არ მაქვს, რაში დაჭირდებოდა კომპანიას რაიმე სახის ნაღმის ჩადება საკუთარი შენობის ქვეშ. შენობის კი არა, ეზოს ქვეშ. მართალს გეუბნებით, ამის შესახებ არაფერი ვიცოდი. მოდი ვნახოთ რა ხდება. ძალიან გავს ქვეით საწინააღმდეგო JZ-33-ს. ფალუჯაში მოჯაჰედები ასეთებს მთავარი ბაზის ირგვლივ ალაგებდნენ. გაუნებლე. ამის დიდი სპეციალისტი არ ვარ, მაგრამ იქნებ ვცადო. რა ხმა? ეცრებინებს. ბედი გქონია. ახლა შენი წონა ფირფიტაზე თანაბრად არის გადანაწილებული და ამფეთქებელ მექანიზმსაც არ ეხები. მაგრამ ოდნავადაც არ უნდა გაინძრე. ეს უკვე ვიცით. ახალს რას გვეტყვი? იმას რომ განძრევა მაინც მოუწევს. ისე ხვრელს ვერ მივუდგები, რომელიც ზუსტად მისი ტერფის ქვეშაა და მექანიზმის მოხსნას ვერ მოვახერხებ. არა. რა? მაიკლს დაურეკე რა. ხო. შენ აქ დარჩები. კარგი. ლინკოლნი რეკავს. მაიკლ. წავიდეთ. სარა? წასვლას აპირებდით. ჩვენი ტელეფონი დავტოვეთ. გამიმეორეთ ვინ ხართ. სახლში თვითონ მივხედავ. აქედან წასვლით თავს მეც საფრთხეში იგდებთ. იცით რა, მე სულელი არ ვარ, ვიცი ვინც ხართ და თქვენს გაცემას არ ვაპირებ. ახლა მხოლოდ თქვენი ჯანმრთელობა მაგელვებს. ესენი აქ თქვენს გამო არ არიან და თქვენს მდგომარეობაში. გმადლობთ ექიმო. თქვენს დახმარებას ძალიან ვაფასებ. დაგვირეკეთ, ძალიან გთხოვთ. რამე მოხდა?
ყველაფერი ავურია. რა ორია? დღეს ბეგველს ველაპარაკებოდი. მაგის წუწუნს ბოლო აღარ აქვს. ვიფიქრე ცოტა ხასიათზე მოვიყვანდი და ლაპარაკში ავყევი. გასაგებია რა მოხდა? ვეღარ მოვსომა და უისლერი ვახსენე. უკვე აღარ შემიძლია. გეუბნები, ეს ბეგველი და გრეთენ მორგანი ნამდვილი ყაჩაღები არიან. რამდენჯერმე იატაკზე დამაგდეს და იარაღი მომიშვირეს. ღმერთა. კარგი. მომისმინე. მე ისეც არაფერს გაძლევრისი გაკეთებაც არ გინდა. შეგვიძლია სხვა მოვიყვანოთ. არა, ამას არ გულისხმობ. არ მithქვამს რომ არ შემიძლია. უბრალოდ საკუთარ თავს ვადანაშაულებ, გესმის? შემიძლია რამე სხვა საქმე დაგავალო. გონი მეც ვკარგავ ამ საქმეზე კონტროლს. დელოუც უკვე გულს მიწყალებს. კომპანიას ცილას გადატანას აპირებს. არა. მუშაობას გავაგრძელებ. დარწმუნებული ხარ? მართლა მგონია რომ ამას შევძლებთ დონ. კომპანიას გავანადგურებთ. იმ ნახაზებზე ჩემი სახელი მხოლოდ ჩემი ეგოს დასაკმაყოფილებლად დავტოვე. თავს დამნაშავე დართული. უნდა უპასო ხომ აბატი? გიცმენ? ალექს პრობლემა გვაქვს. რა? სარდაფიდან აღმოლია. არაფერი მესმის. სუკრეც უდღეშია. ნაღმზე დგას. დეაქტივაცია გჭირდება. ლინკ უნდა დავკიდო, მერე დაგირეკავ. რა? დეივიდ აკარიან. ჩემ გარაუნდათ. სილა აქედან უნდა გადაიტანონ, გაძლიერებული დაცვა სჭირდებათ. უნდათ რომ ყველაფერი ხელახლა გააკეთოთ. გონიათ მას შეჩერება შეძლებთ? უკვე 6 თვეა თქვენ შესახებ ვიცი. მას შემდეგ რაც კომპანიას იგეგმა მოპარეს, არაფერი გამოგივათ. პირველ კედელსაც ვერ გაცდებით. გასაგებია? თავი დაანებეთ. ასეთი რა არის, რა შემაჩერებს დანაღმული იატაკი? გთხოვთ. არაფერი უთხრათ. მე მყავს. ტერიტორიაში ამოწმეთ. ამთის ძირში გზა გადის, იმას გაყევით. თქვენი ქმარი? დაუჩქარეთ ის ვერაფერს გიშველით. თქვენ ეს გჭირდებათ. სცილას პროექტი. ლინკ ისევ დაურეკე ლინკ. გთხოვ ლინკ. მაიკლმა რა უნდა იცოდეს. ეს მისი სპეციალობა არ არის. დროს ტყუილად ვკარგავთ. თითქმის პროფესიულ მომსახურებას გთავაზობთ. რა იყო ფერნანდო? არ მენდობი? რატომ გიგვირს? იმიტომ რომ ჩვენ ყველას ერთი რამ გვინდა, სცილა. და არ დაუშვებ რომ ამ ნაღმა ხელი შეგუშალოს. თუ გინდა გამნაღმველთა ბრიგადა გამოიძახე. მისმინეთ, მეც დიდ რისკზე მივდივარ. შემთხვევით თუ ამიფეთქ და ეგ ფეხს კარგავს. მე კიდევ სახეს. ნუ გეშინია ფერნანდო. ხელი არ ამიკანკალდება. ხრმად ჩაისუნთქე. სხეულის ზონა ფეხებზე თანაბრად გადაანაწილე. ახლა ფეხი ნელა ჩააცოცე. ძალიან ნელა. მხოლოდ ერთი დუიმით, რომ ჭხირი ამოგეღო. არა, არ შემიძლია. სუკრე ნაღმზე დგას. ბეიკერის ნახაზის კოდი მოვიტანე. ბეიკერმა მოგცა? არა, მის მაცოლმა. ბეიკერს კომპანიიდან მიაკითხეს. კარგი, ეს უფრო გასაგებია. ეს სიმბოლოები როგორც ჩანს, მიკროფონებს აღნიშნავს. ფასო ვეკი არა ვაკუუმს, არამედ გენერატორს. ეს JZ-33 ნაღმების რიგია. მიწის ქვეშ 8 სანტიმეტრის სიღრმეზეა, ჩაფლული გარეთა კედლიდან 7 ნაბიჯის დაშორებით. ალბათ სუკრე ახლა ამაზე დგას.
აქ წერია, რომ მხოლოდ ხელით ითიშება. ნებისმიერ სხვა შემთხვევაში სცილას დაცვის სიგნალიზაცია ჩაირთვება. ეს ერთდროულად ნაღმიც არის და სიგნალიზაციაც. მოკლედ, ორივე ერთად არის. მთელი ღამე აქ ხომ არ ვიჭდებით. ესმის? მოემზადე. მოიცადეთ. არ გაინძრე. სიგნალიზაციის გამორთვამდე მაგის მოხსნა არ შეიძლება. ესე იგი, ან სიგნალიზაცია ჩაერთვება, ან ეს აფეთქდება და მოუკვდები. არა. მესამე არჩევანიც გვაქვს. დენს იმდენი ხნით გავთიშავ, რომ ფეხის აღება მოასწრო და ნაღმიც არ აფეთქდეს. დარწმუნებული ხარ? დევიდ ვეიგერი ვიპოვე. გადმოდის უკრე. მიდი, ფეხი გადაადგი. მხოლოდ 20 წამი გვაქვს. არ შემიძლია. შეგიძლია. მე და მაიკლმა ყველაფერი მოვიფიქრეთ. გადადი. არა. თქვენ წადით ბიჭებო. აუცილებელი არ არის. ყველა დავიხოცოთ. სიკვდილს არავინ აპირებს. ფეხი აიღე. მიდი. ექიმა შეიძლება ყოველ წუთში დარეგოს. ძალიან ძოხარ რომ დღეს თქვენთან არ ვიყავე. მაგაზე ნუღელა. იცი სხვათა შორის გრეთენს რომ უყურებდი მივხვდი რომ ისი გამოყენება შეგვეძლო და მე ექვსე გასარებზე ვკითხე. რა გითხრა? დაგვეხმარება. დაბრუნდი? კარგია. ახლა აეროპორტში მივდივართ. ფრედის ხედარს სახლში ვაგზავნით. მისი ნივთები მოვიტანე. სად არის? იქ.
Mrs. Bellick. Fernando Sucre ვარ. დღეს შესანიშნავი იყავით. თუ ხარ თქვენი მეგობრის გამო. ისე ძალიან ღირსეული საქციელია, როდესაც ასეთ კრიმინალებთან სამუშაოდ საკუთარი ნებით მიდიხარ. სინამდვილეში ჩვენ ყველა ერთნაირები ვართ. თქვენი თანაშემწის საქმე რომ თქვით მოგიტანეთ. გმადლობ. კარგად იყავით კოლ. თქვენც. გმადლობთ. გისმენთ? გისმენთ? დიახ. გასაგებია, გმადლობთ. როგორც უკვე ყველამ ვიცით, ელექტროსიგნალიზაცია მთელ პერიმეტრზე აქვს შემოვლებული. სამწუხაროდ ეს ცილას დაცვის ყველაზე პრიმიტიული ნაწილია. თვითონ კედელი ფოლადის მავთულებით არის გამაგრებული. კარგი ის არის, რომ აქ შიგნით სათვალთვალო კამერები არ დგას. კომპანიას არ სურს არსებობდეს რამე თვალსაჩინო მტკიცებულება, რომ სცილა არსებობს. ცუდი კი ის არის, რომ აქ არის როგორც ზონის, ისე ხმის სენსორები. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სიგნალიზაციის ჩართვა შეიძლება ადამიანის სუნთქომაც კი გამოიწვიოს. თუ ის 1 კილოს მაინც იწონის. ჯერჯერობით როგორმე ამ კედელს უნდა გავწდეთ. მერე იმაზე ვიფიქროთ შუა ოთახამდე როგორ მივახციოთ. და იატაკს არ შევეხოთ. სრულ სიჩუმეში. ადვილი არ არის. მაგრამ რაღაც უკვე მოვიფიქრე. ბრადი ყოლად არ მომკვდარა. ამ საქმეს დავასრულებთ. ნევროლოგმა დარეკა. ჰიპოთალამუსის ჰარარატომა გაქვს. იშვიათი დაავადება, როგორც ჩანს თანდაყოლილია. უბრალოდ ბევრი რამ შეგემთხვა და სიმსივნე მზრდა დაიწყო. ეს სიმპტომები ამიტომ გაქვს. მითხრა ოპერაცია სჭირდებაო. 2 დღე. ბედი არ მჭირდება. ხვალ. თუ არა დამოკვდები, ამაზე ნუ ღარ ვიდამებთ. Yes, sir.